საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის დაკავების საკითხზე პროკურატურაში შეტანილი საჩივრის შესახებ საუბრობენ. დავით ბაქრაძის შეფასებით მთავარია პროკურატურამ საქმე გამოიძიოს. ამასთან ბაქრაძე იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბეჟაშვილის საქმეზე კოლეგიალობას გამოავლენენ. საპირისპიროზე მეტყველებს დავით საგანელიძის პოზიცია. უმრავლესობის ლიდერის თქმით, ლევან ბეჟაშვილის საჩივარი მხოლოდ და მხოლოდ პიარს ემსახურება. ლევან ბეჟაშვილმა შეიტანა საჩივარი სარჩელი პროკურატურაში და პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ მისი სარჩელის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება, ამიტომ მთავარი იქნება სწორედ ის გამოძიება, რომელიც პროკურატურამ უნდა დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება პარლამენტის როლს ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც განახლდება ხდომები და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, მათ შორის მე მექნება საშუალება ვესაუბრო პარლამენტის თავმჯდომარეს, უკვე უფრო დეტალურად გავივლით, რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა და იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გამოიჩენს არა მხოლოდ კანონის პატივისცემას, არამედ ელემენტარულ კოლეგიალობას. წლების განმავლობაში ვიყავი ოპოზიციაში. ძალიან ბევრი დაუკავები ვარ პარლამენტისადმი, სხვა 4 წლის პარლამენტია ჩემი. და არასოდეს პოლიციელი არ დამედანაშაულებია იმისათვის, რატო ვერ მიცნო, რომ მე პარლამენტის წევრი ვარ. და ვერც დავადანაშაულებ და ვერც დავადებ ვერც პოლიციას ხელს, რომ რატომ არ იცნო ლევან ბეჟაშვილი მან. რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრს აქვს თავისუფლებები, ის მოქცეულია იმ იმუნიტეტში, რაშიც უნდა იყოს და შესაბამისად ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. და ეხლა ის რომ თავისი პიარის მიზნით ეხლა იბინოს სასამართლოში იქ რაღაც აფრიალოს ფურცლები და საჩივრები, ეს მისი საქმეა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი 5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გიგი უგულავას სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. დეპუტატი მხოლოდ 3 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ლევან ბეჟაშვილმა მისი უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების თხოვნით პროკურატურას მიმართა.